მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, მეუფეო, თქვენო მაღალყოვლად უსამოდელო ესობაო, პარლამენტის წევრებო, მინისტრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ჩემო მეგობრებო, ვეტერანებო, მოგესალმებით, გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენ გმირებს. გმადლობთ. პატივი მაქვს მოვიწვიო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მეუფეში მოგესალმებით, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ქაბატონ ელჩის ამერიკის ელჩს მივესალმები და ისრაელის ელჩს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ვეტერანებს მივესალმები განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემით, ბატონობა მოგესალმებით, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე, ჩვენ სამხედროებს მივესალმები და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვეტერანის სტატუსი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენ საზოგადოებაში. ვინაიდან სტატუსი ეს არის მხოლოდ სიმბოლური სტატუსი, არამედ ეს არის სტატუსი, რომელიც მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი. სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას, ასე რომ მე ქეთს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. კიდევ ერთხელ მე მინდა ჩვენ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს, ვინც გაიღო სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა, ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული, ასე ვთქვათ, ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვეტეთ მათ, სულ რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალოთ. ისიც რომ 10 წლის წინ დაახლოებით ვეტერანებს არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი ჩვენ დღეს სახელმწიფო შეიძლება ითქვას ამაყად უნდა თქვათ რომ 125 მილიონ ლარს ხარჯავს სახელმწიფო მთავრობა იმისთვის რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამას გარდა რა თქმა უნდა დაახლოებით 40 მილიონ ლარი ხარჯება ვეტერანების ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაში. დაახლოებით ამდენივე დაახლოებით 25 მილიონ ლარი ხარჯება სხვა სერვისებისთვის და ასევე მინდა აღნიშნო რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით იცით რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს 1000 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ, ყოველთვიურ 1000 ლარი კომპენსაცია დაენიშნათ, რაც რა თქმა უნდა მე არ ვამბობ რომ ეს არის დიდი ასე ვთქვათ, დახმარება, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ, ასე ვთქვათ, ყოველთვიური, ასე ვთქვათ, დანამატი კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის, ამით მთავრობა კი არ ამაყობს. მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი. ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენს ვეტერანებს. მე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ჩვენი გმირების სოვნის წინაშე, ნათელი სოვნის წინაშე, სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა გახსნა და წუთიერი დუმილით ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა მუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. თქვენ იცით რომ სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, სხვა სამსახურებისთვის, სპეცსამსახურებისთვის ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება ინიციატივა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ხელფასების და 50% გაიზარდა ხელფასები ჯარისკაცებს და პოლიციელებს
სამსახურის თანამშრომლებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის, იმიტომ რომ ახლა ეს იყო ასე ვთქვათ სტატიკური და იყო ჩაკეტილი ასე ვთქვათ. ძალიან მალე გამოვაცხადებ ამ ახალ გადაწყვეტილებას. იცით რომ დაწყებული გაქვს ჩვენ ასევე ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმი, რომელიც უზრუნველყოფს მათ სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, იქნება ეს ბინების შენებლობა თუ სხვა სოციალური გარანტიები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან, რომ გაიღონ ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე მთავრობის მხრიდან იყვნენ სათანადო დაფასებული. კიდევ მე ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს პოლიციელებს. ღმერთი იყოს თქვენი ფარველი. დიდი მადლობა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ბატონ კობა კობალაძეს, მის სამსახურს მიულოცო თქვენს თანამშრომლებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მადლობა. სიტყვას გადავცემთ პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირს. თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პატივცემულო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ოცვაკურთხევას და მაქვს პატივი გაგაცნოთ მისი მისალოცი წერილი. ომის ვეტერანებს. კიდევ ერთი წელი მიითვალა ჟამთა სვლამ. მართალია ეს დიდი დრო არ არის, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ზოგიერთი თქვენი თანამებრძოლი მარადიული ცხოვრების მკვიდრი გახდა. მინდა პირველ რიგში სწორედ სამშობლოს გარდაცვლილ დამცველთა სულნი დავლოცო და ღმერთს შევავედრო. მათი ოჯახის წევრებს და თქვენ კი მოგილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ უფლის წყალობას, ხნეობას და შინაგან სიმტკიცეს. გისურვებთ თქვენი შთამომავლების, თქვენი ახლობლებისა და საქართველოს მშვიდობითა და კეთილდღეობით გახარებას. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ღმერთმა დაგლოცო. სცენაზე კვლავ ვთხოვთ ბატონ კობა კობალაძეს. დღეს 17 ოქტომბერია. ჩემ სიტყვას მილოცით დავიწყებ და ვიტყვი, რომ ყველა საქმე ყოფთ მთლიანად ჩვენ სამშობლოს, ჩვენ საქართველოს. გილოცავთ ერთ-ერთ უძლიერეს დღეს. დღეს, რომელ ჟამსიც ზეობენ კაცები, გმირები, ჩვენი თანამემამულეები, რომლების სიკვდილი იყო იმდენად ლამაზი, რომ თვით სიკვდილი დაჩაგრეს. დღევანდელი დღე არის მადლიერების გამოხატვა თითეული ფორმიანი ადამიანის მიმართ. ადამიანებისა, ვინც ღირსება, თავისი ქვეყნის თავთვის ბრძოლა და თავგანწირვა, დამოუკიდებლობისთვის ღვაწლი გაათანაბრა უკვდავებასთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ჩვენ ვეტერანს, რომლებმაც ჟამთასვლის მიუხედავად ბევრჯერ წლების სიმცირეც კი არაფრად დაუდევდათ იმაზე, რომ გმირობის მაგალითები ეჩვენებინათ ჩვენი მომავალი თაობისათვის და უკვდავყოფა მიეცათ ჩვენი შემდგომი ახალგაზრდობისათვის სამაგალითოდ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ უდაოდ ყველა ერთად ვიცხოვრებთ და განვითარდებით ძლიერ, ლაღ და თავისუფალ საქართველოში და ზუსტად ვეტერანები, ღირსეული მათი ნაწილი არის მაგალითი და ქვაკუთხედი იმის,
თუ რაზე და რა პრინციპით უნდა იზრდებოდეს ყველა ღირსეული მამულიშვილი, რომელსაც სამშობლო უყვარს და გახდილი აქვს უკვდავება და სამშობლოს სამსახური თავის პრინციპად. მომავალი თაობებზე ზრუნვის, მათი უკეთესი მომავლისათვის ხელშეწყობის თვალსაჩინო მაგალითია ზუსტად ის, რაც ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბოლო ერთ-ერთი გადაწყვეტილება პრემიერმა არ გააჟღერა, იყო ჩვენი ვეტერანების შვილების დაფინანსება სრულად უმაღლეს სასწავლებლებში, რამაც უდიდესი იმედი გაუჩინა თითოეულ მათგანს და შეღავათი მისცა ჩვენ შრომისგან და ბრძოლისგან დამაშვრალ ვეტერანებს, რომ თუნდაც ის ბიუჯეტური ნაწილი, რომელიც მათ უნდა მიემართათ თავიანთი შვილების განათლებისთვის, შეშველება იგრძნეს სახელმწიფოს თანადგომის. ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი და ამაზე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. აქვე აღვნიშნავ მასაც, რომ შშმ ვეტერანებისათვის სახელმწიფოს გადასაცემის გაზრდის საკითხი სამსახურს შესაბამის უწყებებთან აქვს დაწყებული ინტენსიური მუშაობა, როგორც სხვადასხვა ინიციატივებზეც. დღეს არ არის ფორმატი ამის გაჟღერების, მაგრამ ჩვენ მუდმივ ანგარიშვალდებულებაში ვართ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელთან და ხელისუფლებასთან, რომელსაც ყოველთვიანი მოხსენებით ანგარიშს ვაბარებთ მათ. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერაც. წლევანდელი წელი მართლაც სავსე იყო არა მარტო ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატული თანადგომით, არამედ ჩვენი მეგობრების, პარტნიორი სახელმწიფოების და ასევე მეგობარი ქვეყნების არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერითაც. მიმდინარე წლის მაისში ჩვენ ვიყავით მიწვეულები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები და მე თქვენ გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო იმის, თუ როგორ უნდა იზრუნო შენს ვეტერანებზე, ოფიცრებზე და ყველა იმ ღირსეულ შვილებზე, რომელიც შენი სამშობლოსთვის იღვწოდა. სხვათა შორის ჩვენ ამერიკაში ვიზიტს წინ უსწრებდა ტაფსის ხელმძღვანელის დამფუძნებლის ქალბატონი ბონი ქეროლის სტუმრობა, რომელიც მთელ მსოფლიოში მარჩენალ დაკარგულთა და ტრაგედიის ხერხთა თანადგომის არაერთი პროექტის განხორციელებელია და რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთობლივად განსახორციელებელი. მე მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის ევროპული სარდობლის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს ოდისის წარმომადგენლობას. ასევე მადლობა მინდა უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს, რომელთანაც კონსულტაციები ჰქონდა ფართოდ სანამ გავემგზავრებოდით ამერიკაში და ვართ საკმაოდ მოქნილად აწყობილები ურთიერთობაში. და უდაოდ უდიდესი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, ქალბატონ ბონი რობინ დენიგანს, რომელმაც დღეს მიუხედავად თავისი დატვირთული გრაფიკისა, იმის შემდგომ რაც გუშინ იყო წარდგენილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, პირველი ვიზიტი ზუსტად სიმბოლურად ვეტერანებთან განახორციელა. უდიდესი მადლობა. გასული წლის ივნისში ჩვენ ნიდერლანდებში სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი გვეწვია. მათი ნიდერლანდების დელეგაციის თხოვნით და ინტერესით ჩვენ კონფლიქტის ზონაში ვიყავით, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ვეტერანების და მოსახლეობის იმ სიდუხჭირეს, თუ რა პირობებში და არასტანდარტულ მდგომარეობაში უწევთ მათ იქ ყოფნა. და საპასუხო ვიზიტით ამ ზაფხულს ჩვენ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვიყავით საპასუხო ვიზიტით ჩასულები ნიდერლანდებში, სადაც სამეფო კარზე ჰქონდა მიწვევა, იყო ვეტერანების დღე და სხვათა შორის ურთიერთგაცვლის მრავალი პროგრამა შევიმუშავეთ, მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ ნიდერლანდებში დაინტერესდნენ ღვინის წარმოებით და შეგვპირდნენ აგრარულ სეგმენტში თანადგომას
და ჩვენ უნდა მივეხმაროთ ურთიერთგაცვლით პროექტში ღვინის კულტურის აღორძინებაზე ნიდერლანდებში. საკმაოდ საინტერესო თემაა. არ შემიძლია მადლიერება არ გამოუხატო ჩვენი თურქი პარტნიორების ტიკას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კერძოდ ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ქალბატონ თუბა ოზუთოქის მიმართ. ზუსტად ტიკას წარმომადგენლობის მხარდაჭერით გადმოგვეცა ჩვენ შევქმნით გურიაში ვეტერანთა ფერმერთა ასოციაცია და გადმოგვეცა მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი. დღეს, როდესაც ჩვენ დავამთავრებთ ოფიციალურ მიღებას, თქვენ ყველას მოგიწევთ ზუსტად იმ სტენდან, სადაც წარმოდგენილი გვაქვს პირველი პროდუქცია ჩვენი ვეტერანთა ასოციაციის, ყველი, ღვინო და მათ შორის თაფლიც. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ვანხორციელებთ ბატონო პრემიერო თქვენ მითითებებს. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამსახურში ჩამოყალიბდა პროექტების დაგეგმარების სამსახური, რომელმაც განახორციელა საკმაოდ აქტიური მუშაობა ჩვენ ვეტერანებთან და ერთობლივად ვეტერანებმა ჩვენი დაგეგმარების პროექტების მართვისა და დაგეგმარების თანადგომით შეიმუშავეს ბიზნეს პროექტები და ზუსტად ჩვენმა 26-მა ბენეფიციარმა ვეტერანმა წელს გაიმარჯვა აწარმოეს საქართველოში პროგრამაში და ზუსტად ელოდებიან ახლა უკვე განვითარებას თავისი მცირე საწარმოებების და ბიზნესების. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ყველაფერი ხორციელდება ურთიერთქმედებით და ხორციელდება ზუსტად სახელისუფლებო თანადგომით და ერთობლივად დგომით. ერთად დგომით შევძლებთ ჩვენ ყველა იმ სურთულის გადალახვას, რაც ჩვენ წინაშია. მადლობა მინდა გადაუხადო აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს, რამე თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეს არის სახელმწიფო უწყება და ინსტიტუცია, რომელიც ანხორციელებს უდიდეს პროგრამებს ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. უდაოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინდა მადლობა უთხრა, იმიტომ რომ აგრარულ სეგმენტში და სხვადასხვა მიმართულებებზე ჩვენი ვეტერანების განვითარების მიმართულებით მათ აქვთ საკმაოდ დიდი როლი და ზუსტად ინტეგრირების პროცესში, რომ ჩვენმა ვეტერანებმა საზოგადოების ძირითად ნაწილში მოახდინონ არა მარტო ინტეგრირება, არამედ განიცადონ თავისი გასამჟიელოს აღება თავისი მოწეული პროდუქტით. ეს არის საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რამე თუ ადამიანს, რომელსაც არ აქვს თავისი საკუთრება, მას საბრძოლველიც არაფრის არ ექნება. და როდესაც იგრძნობს, რომ მის ზურგს უკან ძლიერი და გამართულია ოჯახიც, მეურნეობაც და ქვეყანაც, მისი თავდადებაც 1000 იზრდება. აუცილებლად მე მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის მერიას და გადაუხადო ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რამე თუ ჩვენ გვაქვს მოქნილი ურთიერთქმედება მათთან. იმიტომ რომ მარტო კაცი ნათქვამია ჭამაშია ცოდვაო და როდესაც მათ აქვთ მითითება და სტრატეგია იმის, რომ ვეტერანებს ყველა თავით ინიციატივაში, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დონეზე და რა თქმა უნდა, ყველა კარგ წამოწყებაში ხელი შეუწყონ, ეს არის უდაოდ ხელისუფლების და მთავრობის მეთაურის დამსახურება და სტრატეგია იმის, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება. გულწრფელ მადლობას უხდი ჩვენ თანადგომისათვის, ჩვენ მეგობარ სამედიცინო კლინიკებს, მედპერსონალს მათსას, რომლებიც ჩვენი ბენეფიციარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე უსასყიდლოდ დგანან. აქ ბრძანდებიან ჩაფიძის გულის ცენტრის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლები, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დღიდან 145 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია განახორციელეს მაღალმთიან რეგიონებში და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და მარტო 13,000 ვეტერანს უსასყიდლო დახმარება მიანიჭეს. აგრეთვე მადლობა ლაიონსების თვალის კლინიკა საქართველოს დაუღალავი ღვაწლისათვის. მარტო ჩვენი წლის განმავლობაში 14 საქველმოქმედო ღონისძიება განვახორციელეთ მაღალმთიან რაიონებში, სადაც 1504 ბენეფიციარს კვალიფიციური ოფთალმოლოგიური
მომსახურება უფასოდ გაეწია და ამავე დროს მათი თანადგომით დავარიგეთ 2000-ზე მეტი სათვალები ჩვენი ვეტერანებისათვის და არა მარტო ვეტერანებისათვის მთიან რეგიონებში საკმაოდ წარმოდგენილია მოქალაქეებიც და მოსახლეობაც. მადლობა ვივამეთს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს, ყველა ჩვენს მეგობარ კლინიკას, ყველა მედიკოს, რომელიც შესასრული ერთგულებით ემსახურებიან ჩვენ ვეტერანებს. რა თქმა უნდა, მადლობა დაჭრილ, დაშავებულ მებრძოლთა თანადგომის ფონდს. წარმოდგენილები არიან აქ, რომლებიც დაარსების დღიდან, რომელთაც მილიონ ლარზე მეტი თანადგომა გამოუხატეს ჩვენ ვეტერანებს და ათეულობით ვეტერანი დაუბრუნეს ჯანმრთელ და იმედიან ცხოვრებას. განსაკუთრებული ხაზი მინდა გაუსვა RMG Gold-ის თანადგომას, რომელმაც რამდენიმე ათეული ბენეფიციარი ჩვენი ვეტერანები დაასაქმა უსაფრთხოების სამსახურში და ჩვენი ისტორიის უკვდავ საყოფად მაღალი დონის კომპიუტერული აპარატურა გადასცა სრულიად უსასყიდლოდ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს. მადლიერებას გამოვხატავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და მისი აპარატის მიმართ, რომელთა ძალის ხმევითაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი პროცესების დროს დაღუპულ ათეულობით ჩვენი მებრძოლი და სამოქალაქო პირი ნეშტით დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს და მათი ამდენი წლის მოლოდინი დასრულდა. დღეს მსოფლიოში უდიდესი გამოწვევებია. უკრაინაში მიმდინარე ომის, რომელსაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე დასასრული არ უჩანს. ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში, პალესტინის სამხედრო დაპირისპირება, ეს ყველაფერი გვანახებს ჩვენ იმას, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვარი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ხაზგასმელია ბატონო პრემიერო, თქვენი და თქვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის მესვეურთა პრაგმატული პოლიტიკა, რომლის წყალობითაც დღეს საქართველო ერთგვარი მშვიდობის პლაცდარმად იქცა და არა მხოლოდ კავკასიაში. კავკასია საუკუნეების განმავლობაში ცხელწერტილად მოიაზრებოდა. დღეს კი მშვიდობის სტაბილურობის ერთგვარ კუნძულად იქცა. მე დავესესხები ამ სიტყვებს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომელიც სტუმრობდა საქართველოში და ზუსტად მან მიიჩნია ის, რომ საქართველო ის არის ოაზისი, რომელსაც შეუძლია შუამავლის და მედიატორის როლი შეასრულოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ღვთისნებით და ჩვენის შემწეობით ამას თავი დაედგმევან. მადლობას გადაუხდი ჩვენ ძალოვან უწყებებს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, რომლებიც დაუღალავად განან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მით უფრო იმ შიდა თუ გარე საფრთხეების ფონზე, რომელიც დღითი დღე იზრდება. აქვე მინდა ჩემი სამძიმარი გამოუცხადო ჩვენს ისტორიულ მეგობარ ისრაელის სახელმწიფოს იქ მიმდინარე პროცესების და დაღუპულების გამო. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ისრაელის ელჩს საქართველოში ქალბატონ ჰადას მეიცაც და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ საქართველოში ალექსანდრე შულგას. ერთ მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც, ერთ სახელმწიფოშიც და მეორე სახელმწიფოშიც სამწუხაროდ ტერორისტულ აქტებს მსხვერპლნენ ჩვენი თანამომამულეები და ეთნიკურად ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც ვიღაცისთვის არის სტატისტიკა და ჩვენთვის ყველასთვის არის ტკივილი. ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია ის ყოველივე, რაც მიმდინარეობს და მეგობრებო, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი დაღუპულების გამო. გამძლეობას, მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ თქვენ თითეულს, რამე თუ ალტერნატივა მშვიდობას არ აქვს. ჩვენ ვეტერანებმა, რომლებიც იარაღით ვიცავდით ჩვენ სამშობლოს, ყველაზე უკეთ ვიცით ომის სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. თუმცა ჩვენ ერთს მრავალსაუკუნევანი ისტორიის მანძილზე არასოდეს გქონია მშვიდობით ტკბობის ფუფუნება. ბრძოლაა ჩვენი ხვედრი. თვით მშვიდობის დროსაც სწორედ ამის გამოძახილია თავდაცვის ახალი კოდექსი,
რომელიც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების გზაზე უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რამე თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ის მოიცავს ვეტერანების ინტელექტუალურ რესურსის გამოყენებას, გამოცდილების მიზნობრივ გამოყენებას ქვეყნის დეკლარირებულ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში. აქვე აღნიშნავ, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში თითქმის 45% სწორედ ვეტერანი გახლავთ და დღევანდელი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაც არიან ვეტერანები. ეს ჩვენ ერთიათად უფრო მეტად გვიზრდის პასუხისმგებლობასაც და იმედს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ სწორი ჩვენი ახალგაზრდების და უბედურებებმა, სტიქიურმა განვითარებულმა უბედურებებმა დაგვანახა ჩვენი გულანთებული ახალგაზრდების უდიდესი სურვილი ჩართულიყვნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ პოტენციალს სწორი მიმართულებით წარმართვა, ცოდნის ამაღლება და ერთიან კოორდინირებულ სისტემაში ჩართვა სჭირდება. სწორედ ეს დაედო საფუძვლად მოხალისეთა ორგანიზაციას ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოებისათვის შექმნას, რომლის დამფუძნებლებიც თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური და გენერალთა კლუბია. სასიხარულოა, რომ ათეულ ახალგაზრდამ, სტუდენტმა, ვეტერანმა უკვე გამოთქვა სურვილი ჩაებას ორგანიზაციაში. მისასალმებელია ქვეყანაში ახალგაზრდული სკაუტური მოძრაობების არსებობა. ახალგაზრდა თაობა უნდა გრძნობდეს, რომ საბედნიეროდ გრძნობს კიდეც და აცნობიერებს, რომ ეს ქვეყანა მათია, მათი ასაშენებელია, განსავითარებელია და ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად, ვეტერანებთან ერთად უნდა იღებდნენ ახალგაზრდებიც ქვეყნის სიყვარულით და მათი მოქმედებას და პოტენციალს უნდა კოორდინაცია. ომის დაწყება უფრო ბევრად იოლია ვიდრე მშვიდობისა. ეს სიტყვები ფრანგ პოლიტიკოს ჟორჟ კლემანსოს ეკუთვნის და მათ ჭეშმარიტებაში წარმოუდგენელია ეჭვი შევიპაროთ. რასაც არ უნდა ვეკეთებდეთ, უნდა ვიყოთ და ჩვენ ცნობიერებაში მხოლოდ ერთი სანუკვარი მიზანია. ეს მიზანი არის ის, რომ ერთიანი ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად. რამე თუ იმაზე მოკლე გზა ვიდრე მეომრებს ერთმანეთთან აქვთ, არ არსებობს სხვა მოკლე გზა და მით უმეტეს ხედვა პერსპექტივა იმის, ამ ყველაფრის იმედის საფუძველს მაძლევს ზუსტად ჩვენი ერთობლივი მუშაობა აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერანებთან, რომლებსაც უშუალოდ ეძლევათ საშუალება ჩვენი სახელმწიფოს კეთილი ნებით უფასო სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა მიიღონ შედეგები ჩვენთან ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ვეტერანის დღეს, განსაკუთრებით კი მინდა მიულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც გაუძლეს ომს. ომზე მეტად უძლებენ მშვიდობის სიდუხჭირეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთისნებით ყველა გამართულად ფეხზე იმედი დგას და ყველა ერთად ბეჯგაშლილები კიდევ შევხვდებით ჩვენ ძლიერ გამართულ და ბედნიერ საქართველოს. ჩვენთან არის ღმერთი, გისურვებთ გამარჯვებას. მადლობა დიდი.